დღეს არის შაბათი 30 მაისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 17 მაისი ხვალ არის სულთმოფენობის დღესასწაული რომელსაც წინასწარ გილოცავთ და ეს იმას ნიშნავს რომ დღევანდელი შაბათი ეს არის ეგრეთ წოდებული სულის შაბათი ანუ სულთმოფენობის წინა დღეს შაბათს არის მიცვალებულთა ხსენება საყოველთაო ხსენება და უპირველეს ყოვლისა ღმერთმა აცხოვნოს და ჩვენ ღრმად გვწამს რომ ცხოვნებულია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია ასევე ღმერთმა აცხოვნოს ყველა ჩვენი ყველას მიცვალებულები ვიზა და ჩვენ ვოცულობთ და ღმერთმა ნათელში დააწესოს მათი სულები. მე კი ვაგრძელებ საუბარს უწმინდესა და უნეტარესზე ილია მეორეზე და იმ მოვლენებზე რომლებიც მისი პატრიარქობის დროს უშუალოდ მასთან იყო დაკავშირებული და ჩვენ ესე იგი ახლა ვაგრძელებთ საუბარს წმინდა ნინოს გზის შესახებ. წმინდა ნინოს გზა დაიწყო უკვე წინა საუბარი ეხებოდა იმას როგორ დაიწყო წმინდა ნინოს გზა ჩვენ წამოვედით ფარავნის ტბიდან და გავიარეთ სოფელ ფოკანში და ვიყავით იმ სახლში რომელიც შეიძინა პატრიარქმა სულ რამდენიმე ხნის წინ და ვიყავით წმინდა ნინოს ტაძარში მე-11 საუკუნის ტაძარი რომელიც დღემდე რა თქმა უნდა არსებობს კი არა მოწყობილია უკვე გადახურულია გაწყობილია წერვის სიმბოლოსისთვის და მოკლედ გავიარეთ და მამატარიელი თქვა რომ გაგაცილებთ და წამოყვა და ჩვენ დავიწყეთ ცვლილობა და უკვე ესე იგი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და ახლა რამდენხანს გაგრძელდება ეს ჯერჯერობით ამას მოგახსენებთ ჯერჯერობით ორი მოძღვარი ყავს უკვე ჯგუფში რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც შემდეგ სულ მალე აღმოჩნდება და გაირკვევა დავიწყეთ ესე იგი შემდეგი სოფელი ეხა უკვე ძალიან კარგად ვიცით ცხადია ეს ეხა ამ ეპარქიაში ვიმყოფებით და კარგად ვიცით ძალიან ეს გეოგრაფია მაშინ ეს არაფერი არ ვიცოდით საერთოდ და მოვდივართ ესე იგი რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ გავყვეთ მდინარეს ჩვენ ესე იგი როგორც მოგახსენეთ ყვითელი ავტობუსი ყავს პატრიარქის მიერ გამოყოფილი და ესე იგი ამ ავტობუსით რადგან მე მევალება ესე იგი ეს ორგანიზაცია საქმის ორგანიზაცია დღეს ხმარობ სიტყვას ლოჯისტიკა ხო ლოჯისტიკა ეს უცხოური სიტყვა და ნიშნავს ყველაფერს აი კეთილმოწყობას ანუ სად დავიძინებთ რა შევჭამთ როგორ ვიქნებით რაღაცას ყველაფერი და მოკლედ ამ ავტობუსით ჩვენ წინა გავუსწარეთ ეს ჯგუფის მცველობას და გავიარეთ და ვფიქრობთ ეხლა თავარი პირველ რიგში რაზეც უნდა ვიზრუნოთ ეს არის სად უნდა დავრჩეთ ღამე და ეხლა აი ამაზე მინდა გითხრათ სხვათა შორის აქ ამ შემთხვევაში როგორც მოგახსენეთ ჩვენ პატრიარქმა საკმაოდ დიდი თანხა აი 12000 მანეთი მაშინ ეს იყო აი მაშინ მაინც იზომებოდა რა მანქანა რა ღირს და ამას ვადარებთ თქოს ორი მანქანის ყიდვა შეიძლებოდა ამ ფულით აი დღევანდელი წარმოდგენა ორი ახალი მანქანის ყიდვა შეიძლებოდა ამ ფულით ხო და ახლა ეს რო წარმოიდგინოთ რაზე ლაპარაკი და მოკლედ უწმინდესმა რომ ეს თანხა გამოგვიყო და რო გვითხრა აი კარვებისათვის რომ კარვები შევიძინოთ აი მინდა ახლა კიდევ ერთი რამ დავამატო აქ
ხა დავამატო ის რომ მაშინ კი ეს იმიტომ ბძანა უწმინდესმა რომ ნუ უბრალოდ აბა სად უნდა წავიდეთ ხო და მართლაც ეს პირველი ღამე ნუ წარმოუდგენელი იყო აი სად შეიძლებოდა რომ ჩვენ გავჩერებულიყავით ეხლა სხვანაირად ვწყვიტავთ ჩვენ ამ საკითხს აი მაგალითად ეხლა ჩვენ ხან განძაში ვრჩებით სოფელი განძა არის გზაზე ანუ განძანი და ან შემდეგი სოფელი არის საღამო ხო და ან განძაში დავრჩებით ოჯახებში ვნაწილდებით ეხლა ეს სოფელი გვიცნობს ეხლა სომხური სოფელია ეს განძანი და ფაქტიურად ჩვენ ვახერხებთ ელი ჯგუფის დაბინავებას ამ სოფელში ეხლა ოჯახებში მაშინ ხო არავინ არ ვიცით პირველი წელია და არც გვიფიქრია ის რომ ჩვენ შეიძლება სოფელ განძაში დავრჩეთ და გავაგზავნეთ ამ ავტობუსს ეხლა პირველ რიგში და გავიარეთ შემდეგი სოფელი აღმოჩნდა სოფელი საღამო დღეს აი ეს ყველაფერი ხო გითხარით აი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება რა რომ დღეს საღამოში სოფელ საღამოში ეკლესიას აქვს სახლი რომელიც ეკურთხა მონასტრად და იქ არის საღამოში სამი ტაძარი სამი ძველი ტაძარია და ერთ-ერთი ტაძარი არის აი რომლის რესტავრაციაც მოხდა ნუ ერთი ტაძარი უკვე რესტავრირებული იყო იმ დროისათვის ხო სოფლის განაპირას და ამ ტაძრის ეზოში შევიძინეთ სახლი და იქ არის დღეს მონასტერი თამარ მეფის საღამოს დედათა მონასტერი და დღეს რომ ჩადის ჯგუფი ეს მონასტერი ღებულობს მონასტერი ანაწილებს ამ სოფელში და ასე რომ პრობლემა არ არის მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ არსებულია და ჩვენ ცოტა გზა გავიარეთ კიდე, გავცდით სოფელ საღამოს და გადავხვიეთ გზიდან, იმიტომ რომ იქ გაშლილი ადგილებია და ტბასთან საღამოს ტბა არის, შევარჩიეთ ადგილი, სადაც უნდა გაიშალოს კარვები და იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის, მაგრამ აი კიდევ პატრიარქის დამახასიათებელი კიდევ ერთი შტრიხი მის ხასიათში და მის ბიოგრაფიაში არის ის რომ უკვე როდესაც უკვე ჩვენ ყველა გზა უკვე გავლილი გვაქვს 30 წელი გავიდა და საიუბილეო აღნიშვნა არის ესე იგი პატრიარქმა კიდევ ერთხელ პირდაპირ ლოცვა-კურთხევა მოგცა რომ შევიძინოთ კარვები ისევე შევიძინოთ ნუ გვაქვს კარვები რა თქმა უნდა სულ გვაქვს ეს კარვები ჩვენ სულ გვაქვს აი მისიის და ევანგელიზაციის განყოფილებას და ეხლა უკვე ჩვენს ეპარქიას ახალქალაქის კუმურდოსა და ახალქალაქისა და კუმურდოსი და კარის ეპარქიას და მაშინ კი გვიცხრა და მაგრამ განახლება ხდება და აი გვიცხრა რომ 30 წლის იუბილეზე, როდესაც ჯგუფი ფეხით გაივლის ფარაონის ტბიდან ცხეთამდე, რომ ესე იგი ესენი უნდა დარჩნენ კარვებში. ეხლა ამ შემთხვევაში უკვე სულ სხვა შინაარსიდებს ამაში, რომ არ შევაწუხოთ ეს ხალხი და თანდათანობით ნამდვილად ეს პირველი მისიონერული ამოცანა უკვე 30 წლის შემდეგ შესრულებულია, ყველა სოფელში მღვდელია, ესე ხა მოუნათლავი თუ დაიბადება ბავშვი თორე ასე კოვანი ადამიანი აქ-იქ შეიძლება გამოერიოს და ნუ ეს ამოცანა ესე იგი რომ აი პირველი ეს გადაწყვეტილია გაქრისტიანების რა ზოგადად და ქრისტიანობაში დაბრუნების მოსახლეობის და ეხლა უკვე მთავარი აზრი ამ 30 წლის მერე და 35 წლის მერე არის მართლაც ლოცვითი მსვლელობა ანუ მთავარი ის არის რომ ეს არის ლოცვა საქართველოსთვის და ამიტომ პატრიარქმა კიდევ ერთხელ გვაკურთხა რომ კარვებში დარჩით კარვები ისე იარეთ რომ კარვებში ათენოთ ღამე და ჩვენ შევასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა ანუ ყოველ შემთხვევაში ერთი ჯგუფი სპეციალურად ესე იგი ესეთი მარშრუტით წავიდა სპეციალურად რომ აი სოფლებში არ დარჩენ ღამე და დარჩენ კარვებში და მართლაც ერთმა ჯგუფმა ასეთნაირად გაიარა ეს გზა. ანუ ეს უწმინდესის თვითონ სურვილია უწმინდესის ის არის და ნუ ეს პირველივე დღეს უკვე ჩვენ შეთანხმებულები ვართ პატრიარქმაც ხო გეუბნებით აი პატრიარქმა აი ეს პირველი წელი, მეორე წელი, მესამე წელი როდესაც ყალიბდება ესე იგი ეს სახე აი წმინდანინოს გზის შეიძლება ითქვას რომ აი ყველაფერი იცის დაწვრილებით ხა იცის ის რაც უნდა რასაც გეგმავთ და
შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ გვიხარია რომ აი თუ რაიმე განსაკუთრებული მოხდება რომ პატრიარქს მოუყვეთ და გავახაროთ უწმინდესი გავახაროთ და მართლაც აი ესეთნაირად მოკლედ აი პირველ წელს დინამ ტბა საღამოს ტბასთან ტბის ნაპირას დაიგეგმა ღამე დარჩენა რისთვისაც საჭიროა რომ ადრე ჩავიდეს რაღაც ეს მოწინავე ჯგუფი რომ ეს დიდი კარვები გაიშალოს რომ ღამე იქ დავრჩე რა თქმა უნდა ესე იგი ჩვენ პირველ წელს ახლა ამისი ეს რო ახლა პირველ წელს კი გაიყო ტრაპეზი გაიშალა მაგრამ პატრიარქი მიიწვია ხელისუფლებამ და ნუ წირვის მერე შედგა ეს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სანამ ჩვენ ახლა ფეხით გავივლით სანამ ჩვენ ესე იგი ამ საღამოს პასთან მეც საკმაოდ მონძილია სხვათა შორის 7 კილომეტრი არის ფარავნის ტბიდან განძანი სოფელი განძანამდე და იქიდან კიდე 3 კილომეტრი და იქიდან კიდე 2 კილომეტრი აი ბანაკის ადგილამდე საღამომდე 3 კილომეტრი საღამოდან დაახლოებით 2 კილომეტრამდე არის ანუ 10 კილომეტრი არის უпроსტորეთ 12 კილომეტრი არის გასავლელი ეხა უკვე ყველაფერი ვიცით კილომეტრაჟი ვთქვათ რამდენის გალა შეგვიძლია რაღაც ყველაფერი მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ ვიცოდით და მოკლედ ეს ჯგუფი მოდის სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ პირველი ჯგუფი აი პირველ წელს განსაკუთრებით ნუ აი ეთყობა შიშის ბრალიც იყო რომ მივიასწრებთ თუ ვერ მივიასწრებთ არ ვიცით რა შესაძლებლობა გაგვეჩნია ჩვენ თვითონ და ჩქარა ძალიან ჩქარა დავდიოდა ჯგუფი და წარმოიდგინეთ ეხა აი ღამის თევის შემდეგ რომელიც 31 მაისს აი პირველი ივნისი რო თენდება ხო აღმოჩნდით გარეთ ფაქტიურად ესე იგი ღამენათევი შემდეგ წირვა და წირვის მერე არ ვიცი ხა სადღაც უკვე ფაქტიურად სადღაც ალბათ პირველი 2-3 აი დაახლოებით ეს დროა 3 საათი და აი ამ დროს გამოდის ჯგუფი და 12 კილომეტრი გასავლელი საკმაოდ რთული გზა არის და ჩვენ როგორც ანგარიშობთ უკვე ჯგუფი ბანაკში მივა უკვე დაბნელებული იქნება და უკვე აღარ ღირს კიდევ ახშამზე ფიქრი ამიტომ გზაში უნდა ვივახშმოთ და ეს თადარიგი დაჭერილი გვაქვს როგორც მოგახსენეთ ავტობუსში გვაქვს ეს პროდუქტი და აქ ერთი პატარა ესეთი კურიოზი მოხდა ნუ ეს გამოცდილებაა ყველაფერი რა ჩვენ შევძინეთ ყველაფერთან ერთად მინის კილებით ადრე გამოდიოდა ეხაც არის რა თქმა უნდა თუ მოიძიებს ადამიანი ეხა ყველაფრის ყიდვა და შოვნა შეიძლება და მაშინ არ იყო ესე მაშინ უნდა გეშოვნა რა ეს ყველაფერი როგორც ამ ძეხვებზე მოგახსენეთ რომ ვიშოვნეთ ეს ძეხვი ესე არ არის რა მაღაზიაში მიხოლდა იყიდე ესეც ვიშოვნეთ ეს არის ხიზილალა ბადრიჯანის ესე ქვია ბადრიჯნის ხიზილალა ნუ წარმოებაში ესე ერქვა ხო და ნუ ეს არის ბადრიჯანი ისეთნაირად გაკეთებული რომ აი როგორც პურზე წასასვლელად მოკლედ რა პურიც შეძენილი გვაქვს და ნუ აი ესეთი ხა ეს უნდა მოგიყვეთ ესეთი ეხა კი სასაცილო ამბავია მაშინ სულ არავის არ ეცინებოდა ესე იგი რომ გავხსენით ეს რაღაცა ზედაფენა იყო ცოტათი ღია ფერის რა ხო და მაინც ვიფიქრე რომ ესე იგი ხაშა ამე არ მოხდეს და ვიღაც არ მოიწამოს მეთქი და გადაყრა დამენანა და მოკლედ ყველა კილო რაც გავხსენი ეს ღია ფერის ის მოხსენი და ის მე მაშინვე შევჭამე და დანარჩენი ესე იგი ნუ გავამზადეთ უკვე ეს სოფლის გარეთ უკვე გზაზე ტრასაზე სადაც უნდა გავჩერდეთ დროებით რა და იქ გავშალეთ ეს და მოვიდა ჯგუფი და დაურიგეთ ეს ყველამ გემრიელად მიირთვა და მოკლედ მივდივართ მაგრამ მე ვგრძნობ რომ რაღაცა ვერავარ რაღაც თვალებში მიბნელდება რაღაცა აღმოჩნდა რომ ეს არის მართლა გაფუჭებული ეს ზედაპირი ოღონდ ის შიგნით არა და მოკლედ ისე მოვიწამლე რომ აი კინეყამ გადავყევი ამას რა აღარაფერი არ მახსოვდა კიდე კაი კარვების გაშლა მოვასწარეთ სანამ ესე სიმპტომები გამოვლინდებოდა ესე იგი აი მოწამლულ ძალიან საშიშია რა ამისგან ხდებიან ადამიანები და რა ვიცი მესმა დამიფარა არც მახსოვს ის ღამე როგორ გავათენით აი აგონიაში ვიყავ აბსოლუტურში და ნუ დილით მადლობა ღმერთს უკვე გაიარა ამ შხამმა რა ესე იგი ესე რომ ვთქვათ ორგანიზმიდან და ნუ ავდექი
და დილით უკვე მეორე დილაური ივნისია, ახლა ესე დაწვრილებით რატო გიყვებით, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას უახლოვდებით. და გაგახსენებთ ეს მოვლენა რა არის, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ 1 ივნისს ჩამოვიდნენ სოფლიდან, ხოსპიოდან ჩამოვიდა პირდაპირ დელეგაცია, რასაც ქვია, და აი მაშინ უწმინდეს თხოვეს მეუფე დანიელს როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს, რომ არ შეიძლება ჩვენი სოფლის გამოტოვება და ანუ ჩვენ ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ აი ამ სოფელ ხოსპიოში. ახლა საქმე ის არის, რომ ჩვენ ახლა მანძილებზე წარმოდგენა მაინდა-მაინც არ აქვს. ოღონდ საქმე ის არის, რომ ახალგაზრდები ვართ და ჩქარასიარული ახლა დღეისათვის დღევანდელი ჩემი საზომებით მინდა გითხრათ, რომ აი ნამდვილად ამას თუ ქვია რამეს ჩქარასიარული, ეს არის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მანძილია, ყოველ შემთხვევაში აი ამ საღამოდან პირდაპირ რო გზით დაახლოებით რამდენი 20 კილომეტრზე მეტია, მაგრამ ჩვენ წავედით, არ ვიცით ეს გზა რო არსებობს, კი ვიცით როგორ არა, მაგრამ ხოსპიოში მივდივართ და ხოსპიო მდინარის ნაპირზეა და ამიტომ ჩვენ დაიძრა ჯგუფი დილით ვისაუზმეთ და დაიძრა ჯგუფი და ჩვენ ავალაგეთ ეს კარვები ჩავაწყეთ ავტობუსში და ძირითადი ნაწილი ჯგუფის მიყვება მდინარეს. ეხლა ეს რას ნიშნავს, ესე იგი მდინარეს გაყოლა, ეხლა უკვე დღეს თამამად შეგვიძლია ამ გეოგრაფიაზე ლაპარაკი და გზაზე არის ორი სოფელი. მდინარის პირას სანამ ჩავალთ, უბრალოდ 3 სოფელი, სანამ ჩავალთ. ახლა მეტიც არის სინამდვილეში, მაგრამ აი ჩვენ სადაც უნდა გავიაროთ, ეს არის პირველ რიგში სოფელი, აი მდინარის ნაპირას, პირველი ესეთი დიდი სოფელი, ეს არის ყაურმა, ესე ქვია დღეს ამ სოფელს და მეორე სოფელი ჯიგრაშენი, კი ესეთი სახუმარო თემებია, ესე იგი სოფლის სახელებია, ესეთი ხონდა სახელებია, გვიანდელი სახელებია და დაკავშირებული არის აი ამ გენოციდის თემასთან, ესე იგი ესენი არიან სომხები, რომლებიც 1915 წელს უკვე ამ გენოციდის შედეგად თურქეთიდან არიან გამოქცეულები, ამათ ეს თურქები მოსდევენ და მთელი გადმოცემები ამ სოფელში, რაღაცა ტრაგედიები როგორ დატრიალდა და რაღაცა ამ განსაკუთრებით იმ ჯიგრაშენში და ყაურმაშიც, ამ ყაურმაში, ეს ყაურმა რომელშიც ჩვენ გავიარეთ, ესე იგი ეს ყაურმა, ეს არის ძველი ქართული სოფელი, ჯიგრაშენი გვიან დასახლებული სოფელია და ყაურმა ეს არის ძველი ქართული სოფელი, რომელსაც ქვია ტონთიო, ესეთი უცნაური სახელებია ამ მხარეში და ამ ტონთიოში, ჩვენ მაშინ ეს არაფერი არ ვიცით, უძველესი ქართული ტაძარია და არის თამარ მეფის დროს აშენებული ვებერთელა ხიდი, რომელიც არსებობს, რაღაც ფუნდამენტური ხიდი არის მდინარე ფარავნის მტკვარზე. გავიარეთ, ესე იგი, ვერ გეტყვით ზუსტად, ესე იგი, აღარ მახსოვს, გავჩერდით თუ არა ამ ხიდზე და ამ ტაძარში, ალბათ არა და მოკლედ გამოვიარეთ ეს ორი სოფელი და საკმაოდ დიდი მანძილია, როგორც მოგახსენეთ და ჩავედით, უკვე საღამო ხანია, სადღაც 6-7 საათია, დილით ადრე დავიწყეთ, რა თქმა უნდა, მოძრაობა, ესე ჩქარი ნაბიჯით მოვდივართ და გამოვიარეთ სოფელ ხორენია, ესე ქვია, ხორენია. ხორენია სომხური სოფელია და ძველი ქართული ტაძარი არის ამ სოფელში, შევედით ამ ტაძარში, ვერაცდები ამ ტაძარს თუ სოფელში გაევლით და მოკლედ ვიცით, რომ აი ხორენია შემდეგ არის სოფელი ხოსპიო. ოღონდ ხორენიადან კი არის ხოსპიოში მოკლე გადასასვლელი, მაგრამ ჩვენ ახლა ისიც კი არ ვიცით, რომ ესეთი რამე შეიძლება ვიკითხოთ, რომ არის თუ არა, მერე უკვე მოგვიანებით, უკვე რუკები გქონდა და ამ რუკების მიხედვით გეგმავდით უკვე მარშრუტებს, მაგრამ ახლა არაფერი არ გვაქვს და ამიტომ ვეუბნებით, რომ ესე იგი ამ სოფლელებს შევქმნით. სხვათა შორის არაჩვეულებრივად დაგვთა ეს სოფელი, მაშინ არაჩვეულებრივად დაგვთა ეს სოფელი და შემოგთავაზეს, რომ დარჩით ჩვენთან ღამე.
ჩვენ მიგიღებთ ესე იგი სოფელი რომ მორწმუნე ხალხია რომ ნახეს ახლა რომ ესე იგი ჩვენ სარწმუნოების გამო მოვდივართ რომ აი დიდი სიამოვნებით მიგვიღებს ეს სოფელი ოღონდ ჩვენ მეუბნებით რომ არა ჩვენ გველოდებიან სოფელ ხოსპიოში და ნუ მცირე პარაკლისი გადავიხადეთ და ტაძრიდან გამოვდივართ და ეხლა როგორ უნდა წავიდეთ? აი ბავშვებს გაგაყოლებთ და ბავშვები გეტყვიან როგორ უნდა მიხვიდეთ და ბავშვებმა გვაჩვენეს სოფლიდან როგორ გამოდის გზა და ეს ბილიკი მიუყვება მდინარე ფარავნის მტკვარს. და გამოყევით ესე იგი ამ იმას და ნუ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ მოკლედ ესე იგი თან საღამო ხანია უკვე და მოვდივართ ესე იგი და ეს ბილიკი ნუ მიდის კლდესთან ერთ ადგილზე მოსახვევში და წყდება და ესე იგი ესეთი ადგილია გეოგრაფიულად ეხლა ეს მდინარე გაზაფხულია და ეს ფარავნის კვარი საკმაოდ მოდიდებული და ესეთი ჩქარი მდინარეა მდინარეზე კი ვერ გადაგახვალო ნუ შეუძლებელია ახლა ჩვენ იმაზე ვიფიქროთ რომ ჯგუფმა ეს გატოპოს ეს მდინარე მაგრამ კერდამდე წყალია რა დაახლოებით ხო და არა და ეს ისა და ეს ბავშვები ხო ნუ რომ მივედით ჯერ აღმოჩნდა რომ იქ არის ძველი ქართული ტაძარი არაჩვეულებრივი ტაძარი ეხლა უკვე მიმდინარეობს კიდევაც მისი რესტავრაცია ნუ იქ მივედით პარაკლისი გადავიხადეთ და ამასობაში ამ ბავშვებმა დაიწყეს გზის ძებნა და ვერ პოულობენ ამ გზას არ არის რა გზა ეხლა ესე იგი რა უნდა ვქნათ არ ვიცით თქო რა უნდა ვქნათ არ ვიცით და ნუ გადავიხადეთ ეს პარაკლისი იქ გადავიხადეთ პარაკლისი და შემდეგ ეს ბავშვები იჩხუბეს ერთმანეთში რომ და გაიქცენ დაბრუნდნენ სოფელში ნუ ჩვენ ერთი არის რომ ამ სოფელში უნდა დავბრუნდეთ ისევე ამ ხორენიაში რომ ჩავალთ უკვე ვინდება რა ღამე იქნება რომ ჩავალთ ეხლა იქ ღამე სადვეძებოთ ეს ჩვენი მასპინძლები მაგრამ მაგაზეც არ არის საქმე ის არის რომ ამ ხოროსპიოში გველოდებიან ხო და ნუ მოკლედ ამ ტაძრის ამ ნახევრად დანგრეული ტაძრის გარშემო ეს ტაძარიც რაღაცნაირად ესეთი შეყოჟულია ხა მაინც რო გითხრათ დიდი ადგილი არ არის იქ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ იქ ჩამოვსხედით სანთლები დავანთეთ რაც გონდა ეს ყველაფერი და ნუ რაც შეგვიძლია საჭმელი საგზალი რაც გონდა ხა მანქანაშია ყველაფერი მანქანა იქ არ მოდის მანქანა არ არის ჩვენთან ეს ავტობუსი ხო და ესე იგი ვართ ესე რა უნდა ვქნათ არ ვიცით ესე იგი რაღაცა ცოტა დაიძაბა სიტუაცია იმიტომ რომ დაბნელდა უკვე რა ღამე ნუ გახდა 10 საათი 11 რა უნდა ვქნათ სანთლები ავანთეთ ვილოცოთ რაღაცა ესე ნუ აი ვილოცოთ მაგრამ მართალი რო გიხოთ თან ქალები არიან ხო ჯგუფში ხო და ვიღაცა მიტირა კიდევაც ესე იგი იმიტომ რომ აი რაღაც ჭიშისგან რა ხო და აი რაღაცა გამოვალ სიტუაციაში ვართ. ახლა მოგვიწევს ღამე გათენება იქ. აი მღიაცის ქვეშ პირდაპირ ერთი ღამე უკვე გათენებული გვაქვს. ნუ ახლა მეორე ღამე მოგვიწევს ღიაცის ქვეშ, ოღონდ ნუ კი გვაქვს თან ეს ყველაფერი, მაგრამ აინც ახლა ესეთი სასიამოვნო არ არის რა. ახლა ცეცხლს ვერ დავანთებთ, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს. აი რაღაცა სიტუაციას გიხსნით, როგორი სიტუაციაა რა. აი ესე ალბედად წამოსვლა ამას ნიშნავს, რომ შეიძლება ესეთი რამე შეგვიძლია. და ეგ მოხდა რაღაც საოცარი ამბავი. აი უკვე ბოლო სანთლები ქრება რა ისე ვართ. ანთია, ჯერ კიდევ ტაძარით ახო გითხარით სახურავი არა აქვს რაღაცა, ამას მნიშვნელობა აქვს ახლა მოგახსენებთ. ნუ ბოლო სანთლები სადაც არის ჩაიწვება რა. სადღაც ალბათ არის ესე 12 საათი და ხო 11-დან 12-მდე ეს პერიოდი უკვე გამოვიდა. და უცებ რაღაც ხმა გვესმის და გაჩვენდით აბა სიჩუმე რა არის რა ხმა არის გავჩერ ყველანი გავიტრუნეთ მაგრამ რას გაჩერდები იქ დინარე მოღრიალებს ესე იგი ეს ისეთი ხმა გამოს და აი ესე ძალიან სუსტი ხმა დინარის გაღმიდან ესე იგი ისმის
რაღაცა ფანარი გამოჩნდა პატარა სინათლე თუ რაღაცა და ესეთი აი მხოლოდ ეს შეიძლება და ну ვიღაც ადამიანის ის არის რა ვერ ხედავთ ახლა ვინ არის რა არის და მოკლედ იქიდან რაღაცა ესე გათქვენა ხარ წმინდა ნინოს გზა რაღაცა და რაღაცა და მოკლედ აი ესეთი სიტუაციაა რა და გვიახლოვდება ეს ყველაფერი გვიახლოვდება და რაღაც ესეთ საოცარი იმედი გაჩნდა რომ რაღაცა და ესე იგი ახლა გეტყვით რა აღმოჩნდა ახლა იმ სიბნელეში კი ვერ გავარკვიეთ ეს ყველაფერი მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ სოფელში არის ნუ აი პანიკა ნამდვილად დავიკარგეთ სადღაცა ხა ეს მობილური ტელეფონები ხო არ არსებობს მაშინ კავშირი არ არის და ნუ იციან რომ ჩვენ მოვდივართ იციან რომ ამ ხოსპიოს გზას ვერ ავავლით მაგრამ ვინ წარმოიდგენს ახლა ეს ხოსპიოლები რომ ჩვენ მაინდა-მაინც ეგ იმ სოფელ მოვდივართ და ტრასას თუ გამოყვებოდით ჩვენ ტრასას თუ გამოყვებოდით ჩვენ არ ვიცით რომ ამ ტრასას რო გავიმტო ეს ტრასა პირდაპირ კი მიწებებული კი არ არის ამ დინარეზე ხან დაშორდება ხან ესე ნინოწმინდაში მაგალითად თუ შეხვალ იქიდან საღამოდან ტრასას თუ გამოყვები ნინოწმინდაში გაევლი და იქ საერთოდ არ არის არავითარი დინარე და ჩვენ კიდე პირიქით გვეშინია ამ დინარე არ დავკარგოთ და მოკლედ ამ დინარეს მოყვები და ეს ხორენიელები ეს ხოსპიოელები გვეძებენ თურმე მთელი სოფელი ფეხზე დგას თურმე გვეძებენ იმიტომ რომ და მანქანები ყავთ იმათ ახლა ხო დადიან არა ვართ რა არსად გავქრით ხო და მე აი ვიღაცამ კი იფიქრეს რომ ხო არ გაიარეს ამ ხორენიაში იმათმა ხო იციან ეს ყველაფერი და ნუ რაღაცა და აი პირდაპირ ტრასიდანაც არ ჩანს ეს ადგილი სადაც ახლა ჩვენა ვართ და აი ფეხით გამოვიდნენ მთელი სოფელი და გვეძებენ ფეხით წარმოიდგინეთ რა და აი სწორედ ესე იგი მომენტია ახლა რომ სამი ახალგაზრდა კაცი და ეს იყო საოცრება როდესაც ჩვენმაც ახალები უკითხეთ რომ შევხვდით ხო ხა შევხვდით და ესე იგი დღემდე რა რაღაც ესეთი ეხლა რასაც გიყვებით აი როგორც ეხლა უკვე როგორც ლეგენდები ისე დადის ეს ამბები ესე იგი რა აი გადმოცემით და რაღაცა ოღონდ ეს ხალხი არსებობს დღესაც კი არსებობს ეს სამი ახალგაზრდა კაცი რომელთაც ქვიათ სახელები ქრისტეს სამი გამორჩეული საყვარელი მოწაფის ეს არის პეტრე ეს არის იაკობი და ეს არის იოანე სადაც დადიოდა უფალი ეს სამი ყოველთვის თან ახლდა ეს ახალებში გამორჩეული არიან პეტრე, კობა და ვანო ხო და ნუ წარმოიდგინეთ ახლა რა სიხარულია ესენი მოვიდნენ და ჯერ რომ ამათმა გვიპოვეს აღმოგვაჩინეს მე ის რომ ჩვენ ვიცით რომ აი მოგვაგნეს და აწი ყველაფერი კარგად იქნება რა და მოკლედ ეს დიდი სიხარული შეხვედრის რა ქნეს ესე იგი ამათმა ესე იგი დინარეს მეორე მხრიდან მოადგენ დინარეს და აი მართლა აი კერდამდე წყალ კერდამდე გამოტოპეს ეს დინარე გამოტოპეს გამოვიდნენ და ეს რაღაც საოცარი შეხვედრა რა ხდება ნუ მოგთ უთხარეთ რომ ეს ბავშვი მოიჭუბეს გზა ვერ მონახეს რაღაცა და აღმოჩნდა რომ გზა არსებობს ოღონდ რომ ვერ მონახეს ესეც გასაგები აღმოჩნდა რატო იმიტომ რომ ეს კი მიადგა ეს გზა პირდაპირ ამ კლდეს დინარეს ესე იგი დინარე არის მარცხენა მხარეს ჩვენ ვართ ახლა მარჯვენა სანაპიროზე ხო დინარე მიედინება ეს კლდეს მიადგის დიდი მთა არის ოღონდ სანამ უშუალოდ მიებჯინება მანამდე თურმე ყოფილა ასახვევი მარჯვნივ რომელსაც თუ არც კი ვერ შეამჩნეო ეხლა ვიცით დავდივართ ამ გზით და ვიცით ეხლა ესე იგი სად არის ყველაფერი და როგორ და მე კიდე ბევრჯერ გაგვივლია ჩვენ ეს გზა და სხვა შორის ეს 30 წლის იუბილეო იყო სპეციალურად ისე წამოვით რომ ამ გზით გაგვევლო ხო და მოკლედ ამათ მოგითხროს რომ არა აი მარჯვნივ არის გზა და უნდა ავიდეთ ზემოთ და ესე იგი ესენი მიგვიძღვიან წინ ჩვენ ახლა გვაქვს რაღაც ფანერები წამოღებული ყველა საათ გააჩნია ეს გაფრთხილებულია ჯგუფი რომ რაღაც აუცილებელი ნივთებით უნდა გქონდეთ
და ავდივართ, ოღონდ ავდივართ, აღარ თავდება ეს აღმართი რა. თურმე საკმაოდ მაღლა ავსულ ვართ მე როგორც გაირკვა და ნუ როგორც იქნა ავედით ამ სიმაღლეზე და გავაგრძელეთ გზა და ესე იგი როგორი გზა არის იცით ახლა ძალიან უკუნი ღამე არ არის ახლა ვერ გეტყვით რომ გაჩახჩახებულია მთვარე მართლა ისეთია აქა პატრიარქს ესე იგი ეს ჯავახეთთან რაც არის დაკავშირებული ყველაფერი აინტერესებს და უძველესი ხალხური ლექსია მე ჯავახეთს რა მიჭირდა მთვარე იდგა მზესავითა კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა აი ამისი გაცოცხლება უნდოდა პატრიარქს აი რომ ჯავახეთთან დაკავშირებით და ეს მთვარე მზესავი მთვარე მე ბევრჯერ კიდე ნუ ძალიან მნიშვნელოვანი როლი უთამაშია და ეხლა ვერ გეტყვით რომ მაინდა-მაინც მზესავი მთვარე იდგა იმ საღამოს ალბათ არა მაგრამ ნუ ცოტათი სინათლე იყო ნამდვილად და ნუ რო ავედით ზემოთ ეხლა უკვე შემიძლია ხოლმე ზუსტად გითხრათ რაღაც დეტალები მაგალითად ის რომ მაღალი ადგილია და ახალი დამდნარია ეს თოვლი და აი ეს ბალახი ძველი დარჩენილი სხვადასხვა სოლქვეშ არის როგორი ფაფუკი იცით აი ხავსი რო წარმოიდგინოთ წყლით გაჯერებული რბილი აი ასეთი სასიარულო აი ამ დღე არ არის, მაგრამ აი ამ ხრიო ქვებზე და იმაზე სიარულის შემდეგ ჩვენ ავდივართ და აი გონია რომ ღრუბლებში ხარ ადამიანი და ესე მეაბიჯებ, ესენი თან წინ აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, სად მივყავართ, უგონთ იქ აღარც ბილიკი, აღარც არაფერი, პირდაპირ აი მთაზე გადავდივართ ესე ქედზე და მივდივართ და ჩვენც ახლა ამათი გჯერა ამიტომ წყნარათა ვარ და მივყვებით ოღონდ მივაბიჯებთ ესე იგი აი ამ საოცარ როგორც ღრუბლე ესეთ შეგრძნება რომ ღრუბლებში მიდიხარ რა აი ესეთ რბილად მიდიხარ და ამასობაში აქეთაც წამოსულან ეხლა ამათაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და აქაც ასულან რომ იმ თიდან გადმოეხედათ რომ ეგება სადმე ვეპოვეთ რაღაცა და აქაც გამოსულან ეს სოფლის გამგებელი აქეთ იყო და მოკლედ ესენი უკვე შემოხვდნენ ჩვენ გზაზე ამ შუაღამეზე ესე იგი როგორ არ ავწდით ერთმანეთს და ნუ მაინც ეს ჩვენ სანთლები გვერდო რა სანთლები კი არა ნუ ფანერები და რაღაცა და მოკლედ ესენი შემოხვდნენ რომ უკვე მალე მივალთ ამ სოფელში მალე მივალთ და ნუ იქ სოფლის თავზე ზუსტად ამ თაზე სოფლის თავზე არის ალოცავი ჯვარი დაუდგამთ ნუ მერე უკვე მოგვიანებით ეს მაშინ არ იყო მგონი ეს ჯვარი და აი აქედან უკვე ვეშვებით უნდა ჩავეშვათ სოფელში უნდა დავეშვათ და ნუ ამათი დახმარებით თორე საკმაოდ ესე იგი მითხრათ ეს პლატუ საფრთხეც არ არის რა ეს გზა ესე იგი თუ მეგზური არ აკავს და ღამე თუ პირველად ხარ რა თქმა უნდა იქ რაღაც ხო ხიფათი შეიძლება შეგეთქოს რა ხო და ნუ ჩვენ ესე იგი ამ მეგზურას მივყვებით და ნუ დაახლოებით რო გითხრათ ღამის 3 საათია როდესაც ჩვენ ჩავედით უკვე სოფელში ოღონდ ჯერ კიდე ცოტა უნდა ვიაროთ იმიტომ რომ ჩვენ ეს ეხლა სადაც ჩავდივართ ის სომხური ნაწილია სოფლის ეს უნდა გავიაროთ და გადავიდეთ ხიდზე და უკვე უნდა შევიდეთ სოფლის ქართულ ნაწილში ნუ 2 კილომეტრი არის დაახლოებით მე მგონი 1 კილომეტრი მაინც ნუ 1-2 კილომეტრია სანამ კიდევ გავილით სოფელში მივდივართ და უკვე აი მივდივართ უნდა გადავიდეთ ახლა ხიდზე ხიდი როგორია იცით მოაჯირია არა აქ ახლა კი არის ცოტა სხვანაირად ეს ხიდი მაგრამ საკმაოდ განიერი ხიდია და აქაც რო რაიმე საფრთხე არ შეგვექმნას ესე იგი აი აქეთ იქით ხიდზე დგანან სოფლელები და ხელში უჭირავთ ჩირაღდნები ეს რაღაც საოცარ სანახაობას გიყვებით ახლა აი ამის გადმოცემა ამის აღწერა ნუ აი წარმოუდგენელია რა ხო და ნუ აი ხო შევედით აი ამ ხიდზე ხალხი დგას ამ ანთებული ჩირაღდნებით და ამ ჩირაღდნების შუბზე ჩანს კიდე რომ ხელში ზოგიერთ პატარა ბავშვი
პატარა ბავშვი, ზუზუს ბავშვი რა, ეს სუ პატარები, აი მხელა პატარა ბავშვები ხელში უჭირავთ და ანუ მთელი სოფელი იქ არის. მთელი სოფელი ფეხზე დგას. და რამაც გაგვაუგნა საერთოდ. რამაც გაგვაუგნა ესენი დგანან ჩირაღდნებით. და გვესალმებიან სააღდგომო მისალმებით. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა ეს ისმის და ჭეშმარიტად აღდგა. ესე იგი ჩვენ პასუხობთ და გვიკვირს, იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაული უკვე იყო თვითონ აღდგომა და ეხლა ვარ ზატკში. ეხლა არის აღდგომის შემდგომი დღესასწაული ამაღლებამდე, ჯერჯერობით ამაღლების დღესასწაული არ არის მოსული და ეხლაც კი ხანდახან ხალხი გაკვირვებით გვიყურებს ჩვენ ესეთი წესია, რომ აღდგომიდან ამაღლებამდე ყოველ დღე ერთმანეთს რო ხვდებით, ეუბნებით ქრისტე აღდგა. ეს არის აღდგომო მისალმება და მაშინ ეს იცოდნენ რომ მარტო აღდგომა დღეს და მეორე დღეს შეიძლება კიდევ ვიღაცას გახსენებოდა, მაგრამ ხალხში ყოველ შემთხვევაში ეს რო ეხლა ვიღაცა მოგესალმოს ქრისტე აღდგა, ეს არ არსებობდა ესეთი რაღაც. არ იყო არსად არ იყო. ამ სოფელს თურმე შემოუნახავს თურმე ეს ტრადიცია ძველი. ამ სოფელში ესე რკიო ესეო 40 დღე უნდა მიესალმო ესე უკითხეთ რატო გვესალმებით ესე და ესეო ესეთი რა 40 დღე ქრისტე აღდგას ვეუბნებით ერთმანეთს. აი სად მოხვდით აი ამ მთელი დღის თავგადასავლების შემდეგ აი რა საოცარი ის იყო და მოკლედ აი ღამის ამ საათზე ამ ჩირაღდნებით გაჭახჭახებულ სოფელში შევედით აი ამ ქრისტე აღდგას მოსალმებით. ახლა ეს ხალხი ძალიან პრაქტიკული ხალხია და ახლა ის ჯგუფი კი დაგვხვდა იქ ის აქტიური ჯგუფი ვინც ჩამოვიდა ჩვენთან და მეგვიპატიჟა, მაგრამ მთელი სოფელი იქ არის და ეხლა სასწრაფოდ ვიწყებთ განაწილებას, რომ წავიდეთ ახლა უნდა დავისვენოთ უკვე ოჯახებში სუფრა აქვთ ყველას გაშლილი და აი აქ კიდევ ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი ეს მეუფე დანიელი მაშინდელი მამა დავითი როგორ გითხრათ რა მას უკვე ბევრი დრო აქვს პატრიარქთან გატარებული და იცის პატრიარქის ეს მისიონერული სულისკვეთება რაში მდგომარეობს და აი თუ არ ვწდები მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი რომ ესე იგი ოჯახები არის იძახის მთელ ჯგუფს წავიყვან ყველას ხო და ერთმა კაცმა რო ყოფილი ჯგუფი წაიყვანოს შეიძლება შეუძლია და მიიღებს აი წარმოუდგენელია მაგრამ ესეა და მაგრამ მე სხვები დარჩებიან ნაწყენები ამიტომ ჩვენ მე უკვე მოგვიანებით ძალიან კაცრად ჩამოვაყალიბეთ ეს პრინციპი რომ ორ ადამიანს უშვებთ მარტო ერთ ოჯახში მეც არ უშვებთ იმიტომ რომ მთელ სოფელში განაწილდით ჯგუფი და ეხა ორი არა მაგრამ აი ჯგუფებად დავნაწილდით და ესე იგი გავანაწილეთ ეს ჯგუფი და წაიყვანა ყველამ წაიყვანა ესე იგი ეს თავთავიანთ ოჯახებში მთელი ჯგუფი დანაწილდა და მოვილაპარაკეთ რომ ჩვენ მივედით ტაძართან ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი მე-10 საუკუნის მივედით წმინდა გიორგის ტაძართან მე აღმოჩნდა რომ სოფელში წმინდა ნინოს ტაძარიც არის ამ სოფელში ორი ტაძარია წმინდა გიორგის და წმინდა ნინოსი და შევთანხმდით რომ დილით აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რომელ საათზე დავთქვით რომ ცოტა დავისვენოთ 10-ზე 11-ზე ვიკრიბებით აქ იმიტომ რომ ამ სოფლელებას გითხრას რომ მეორე დღე ცოტა გვაქვს გასავლელი იმიტომ რომ ახალ ქალაქში უნდა ჩავიდეთ ახალ ქალაქში იქ ქართული სკოლა ერთადერთი ქართული იქ რაც არსებობს ქართული სკოლა იმ ქართულ სკოლაში უნდა მივიდეთ და ბევრი სასიარულო არ აქვს ამიტომ არ ჩქარავთ და 10-11-ზე გადავწყვიტეთ რომ ტაძართან ვიკრიბებით აი ეს არის ჩვენი დათქმა დანარჩენი ჩვენც წავედით თვითონ მეუფე დანიელი ანუ მამა დავითი მიიწვიეს ერთ-ერთ ოჯახში
ნუ მამა ტარიელი და მეც მოვხვდი ამ ოჯახში, მეც მოვხვდი და ესეც არ იყო როგორც ჩან შემთხვევით, იმიტომ რომ ამ ოჯახთან დღემდე გვაქვს, დღემდე წარმოიდგინეთ ძალიან ახლო ურთიერთობა, მოგიყვებით რანაირად და მოკლედ მივედით ეს კი ნუ სოფლის განაპირას არიან ესენი, უკან მხარეს უნდა დაბრუნდნენ მდინარე საღმა და მივედით მოკლედ ვახტანგიშვილების ოჯახში. ვალიკო, ესე იგი ეს არის ოჯახის უფროსი, ელიკო, მისი მეუღლე და ოჯახი ვახტანგის დედა დაგვხვდა კიდევ მაშინ ცოცხალი იყო ასაკოვანი ქალბატონი. ნუ რაღაც საოცარი ესე გიჟური ყველაფერი ძალიან უცხოა, როგორ ცხოვრობს, როგორ არის სახლი მოწყობილი ერთი ოთახიდან მეორეში რაღაცა ერთ ადგილზე კიბით უნდა გადახვიდე რაღაცა მოკლედ აი თან მივედით, თან იქ სუფრაა გაშლილი, ახლა უნდა ვივახშმოთ და მოკლედ მოგვათავსეს და აი როგორი ესე იგი აი როგორც ღრუბლებში ვიარეთ, სანამ ამ სოფელში მივდიოდით, აი ესეთი ღრუბლებივით გაფუებული საწოლები ლოგინი დაგვხვდა, აი გაქათქათებული და აი როგორ გითხრათ, ესე იგი ეს სპეციალურად არ ვიცი ხა ემზადებოდნენ თუ რა იყო და ნუ გაფუებული მატყლის ლები, მატყლის საბანი, ცივა საკმაოდ და ნუ მოკლედ აი ესე დამთავრდა ეს ჩვენი მეორე დღე ჩვენი მოგზაურობის. და ეხლა ნუ დავისვენეთ და ეხლა მეორე დღისთვის ვემზადებით და აი უკვე რომ მთავრდება ვახშამი. ნუ აქ საოცარი სტუმარს მოყარეობა გამოიჩინა ამ ოჯახმა, რაღაცა ნუ რაც ჰქონდათ ეხლა დიდარი ხალხი არ არსებობს იქ უბრალოდ თან თუმეტეს ამ საბჭოთა კავშირია და რაღაცა მაგრამ ჩვენ მერე ბევრჯერ დავრწმუნებულ ვართ გზაში რომ შეძლებულ ხანდახან შეძლებულ ხალხზე შეძლებულ ოჯახს უფრო კარგად ღარიბი ოჯახი რომ მასპინძლობს ეს ბევრი ესეთი რომ გადაგვდენია და მოკლედ რაღაც არაჩვეულებრივი მასპინძლობა გავიწია ამ ოჯახმა და ერთი კი აი ძალიან მორიძებით ამ ვალიკომ და ესე იგი თვალებში გვიყურებენ და ერიდებათ რაღაცა უნდა გთხოვონ ახლა და რა ხდება ჩვენს ვეკითხებით და რა ხდება და ვალიკოს სამი პატარა ბიჭი ყავს სახში და ესე იგი თუ შეიძლება რომ ჩვენ ეს ბავშვები მოუნათლოთ თუ შეიძლება ამის ნათლობა რომ შესრულდეს ამ ბავშვების ეხლა როგორ გითხრათ იცით ამაზე როგორ შეიძლება ხო ადამიანს უარი რომ უთხრა მაგრამ გარკვეულ სირთულესთან მართლაც არის დაკავშირებული იმიტომ რომ ნათლობას ახლა დრო უნდა საკმაოდ დრო უნდა და ჩვენ თან გზა გვაქვს მეორე დღეს რაღაცა მაგრამ რა თქმა უნდა ერთი წამით პირიქით ხალხს რა თქმა უნდა მონათლობ და რაღაც ორი აზრი არ არის ამაში ნუ მამა დავითი მეუფე დანიელი სამკითხვაზე პასუხი კი რა თქმა უნდა როგორ გავაკეთოთ სახში მონათლავ თუ რას ვისვამ და იცი რაო მოდი წავიდეთ ტაძარში ხვალ მეუფე დანიელმა წავიდეთ ტაძარში და ნუ როგორც ხდებოდა მაშინ ნათლობა ტაშტე არის საჭირო ესე იგი ტაშტე არის საჭირო და ამაში ჩავაყენებთ ამ ბავშვებს და მოუნათლოთ და ნუ ეს ტაშტი უნდა წავიღოთ წყალი, ნუ წყალს იქ ვიშოვით. რა თქმა უნდა მოძღვრებს წამოღებული აქვთ ეს მირონის ყუთი ქვია, ესე იგი, ნუ გარდა იმისა, რომ ლოცვა წაიკითხოს, ეს ყუთია საჭირო, სადაც მირონია და სადაც საჭირო ნივთებია იმისათვის, რომ ნათლობა შესრულდეს. და მეორე დღეს, მოკლედ, ესე იგი, ნუ გათენდა, აღარ მახსოვს გონი ვისაუზმეთ, მაინც დილით ცოტა ადრე ვისაუზმეთ და მოკლედ დავიძარით, ეხლა მთელი ეს სტუმარ-მასპინძელი დავიძარით ტაძრისკენ, სადაც ესე გადავწყვიტ თავს შეხვედრა დანიშნული და ეს ოჯახი უნდა მოინათლოს ამ სოფელში საზეიმოდ რა.
აი ამის აღსანიშნავად რომ ჩვენ აქ ჩამოვედით. ნუ მივედით და რას ვხედავთ? საოცარ მივედით და ყველა ოჯახიდან სადაც ეს ჯგუფი ყოდა გაშვებული და არა მარტო იმ ოჯახებიდან. ესე იგი ყველა არის დაშტებით მოსული. თომა თვითონ მოიფიქრეს თუ რა იყო, რომ ესე იგი უნდა სოფელი აღმოჩნდა მოსანათლე, მოკლედ თლიანად, იმიტომ რომ აი 10 წლეულების მანძილზე მოძღვარი არ ყოფილა იქ ხდელი საერთოდ ვინ ჩავიდოდა, აბა თან დაკეტილი იყო, თან რაღაც მიტოვებული მხარე რაღაცა და მოკლედ ესე იგი მთელი სოფელი არის მოსული, მთელი სოფელი. ნუ ხა სოფელი ძალიან დიდი სოფელი არ არის, პატარა სოფელია, მაგრამ აინც ხა მთელი სოფელი მოვიდა, ნათლობა უნდა შესრულდეს. კარგი, ეს ნათლობა შესრულდება, მაგრამ ამ ტაშტებში ხა ამ ხალხის ჩაყენება არის წარმოუდგენელი რაღაც. ეხა ეს რასაც გიყვებით, თქვენც ხვდებით ალბათ და ადვილია ეხლა გასა, მაგრამ მაშინ ეს არის კომუნისტების პერიოდი, ჩუმად ინათლებოდა ხალხი წარმოიდგინეთ, ჩუმად ინათლებოდა, სახლებში ინათლებოდნენ, ტაძარშიც ინათლებოდნენ, მაგრამ ეკონომია ესე ქვია, აი რაღაცა კომპრომისი, რაღაცა დაშვება. და ესეთი ამ დაშვება იყო ესეთი, რომ შეიძლებოდა ტაძარშიც მონათლულიყო ადამიანის სახლშიც და ნათელს იღებს რომ ამბობს წყლის სხურებით ესე ქვია, აი წყლის თუთოს თავზე დაასხა, მან ასხურებს საერთოდ ამ წყალს და ასეთნაირად ინათლებოდა ყველა ტაში ჩააყენებდნენ და ცოტა წყალს დაასხამდნენ. ხო და სხვა რამე არ არსებობდა მაშინ უბრალოდ სხვანაირი. და აი მამა ტარიელის იდეა იყო მაშინ და ოღონდ ეს იდეას პატრიარქის იდეა, იმიტომ რომ ჩვენ წამოსვლამდე მეც კი მომისმენია ეს საუბარი პატრიარქთან და იყო რაღაც ერთი-ორი შემთხვევა, რომ მდინარეში, როგორ გამდინარე წყალში, ეს მე წავიკითხეთ მოციქულთა სწავლება არის, წიგნი არსებობს მოციქულთა 12 მოციქულის სწავლება, ესე ქვია დიდაქე, ესე ქვია და ამ დიდაქეში წერია, ოღონდ ეს მე ვნახეთ ეს ყველაფერი, რომ თუ ესე იგი უნდა მოინათლოს ადამიანი, ცივ გამდინარე წყალში უნდა მოინათლოს. თუ არ არის გამდინარე წყალი, დამდგარ წყალში შეიძლება ადამიანის მონათლა, ესე იგი და თუ რაღაცა მიზეზი არის, რომ აუცილებლად უნდა გათბეს ეს წყალი, ესე შეიძლება, ოღონდ იწყება ყველაფერი იმით, რომ ცივ გამდინარე წყალში უნდა მოინათლოს. და ესე იგი აი ამ ტაძრის გვერდზე მოედინება ეს ფარავნის მტკვარი და აქაც ხიდი არის ამ მდინარეზე, ეს რომელზეც ჩვენ გადმოვედით, თუმცა ამ ხიდს როგორია, იცით, ეს ხიდი ესე თაღოვან სვეტებზე დგას ესე და დაღუთ 3 თუ 4 აღარ მახსოვს ესე იგი თაღია, რომ მდინარემ ქვეშ გაიაროს. ანუ საკმაოდ გაშლილი მდინარეა, საკმაოდ ჩქარა მოედინება და როგორც მოგახსენეთ და აი სამა იონემ იაკობმა და პეტრემ რო გადმოკვეთეს ესა, აი ესეთი დიდი მდინარეა რა, უკვე საკმაოდ დიდი მდინარეა, ეს არის ფარავნის მტკვარი და მამა ტარიელმა თქვა, რომ რაღა აი როგორც პირდაპირ სახარებაში არის ესეთი სამოციქულოში ადგილები, ფილიპე მოციქული ამ კანდაკისი დედოფლის ესე იგი საჭურის როგორ მონათლავს, რაღა არის საჭურისებს აგერ არის მდინარე და მომნათლება ესე თქოს და ზუსტად ესე აგერ არის მდინარე და აი ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ამ ახალ უახლეს ისტორიაში, როდესაც წყლის კურთხევის ლოცვები შესრულდა მდინარეს. მდინარე იკურთხა და მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ წირვის შემდეგ 1 ივნისს პატრიარქი ჩაბრძანდა ფარავნის სპასთან და აკურთხა ეს მდინარე, ოღონდ დალოცა ესე ხა წყლის კურთხევის ლოცვები არ წაუკითხოს, მაგრამ აკურთხა და ეს წყალი მოედინება და ეს თვითონ ეს განცდა რა, რომ ეს მიიყვები აკურთხებ მდინარეს, რომელიც მე დიდი ხნის შემდეგ თბილისში ჩაივლის, ესე იგი ეს წყალი ფაქტიურად ნახევარი საქართველო იკურთხება ამით, ხო, ამ წყლით. მოკლედ ესე იგი ეს მდინარე იკურთხა და სათითაოდ მოკლედ ეს მოსანათლები ჩადიან მდინარეში, მამა ტარიელი დგას წყალში და აყვინთებს ამათ
სამგზის დაფლა, ესე ქვია, სამგზის დაფლა, არაფერი მსგავსი მანამდე არც გვინახავს, არც გაგვიგია. ნუ გაგვიგია ხო გემით ერთი-ორი შემთხვევა იყო, ესეთი მანამდე ერთი-ორი შემთხვევა იყო და ნუ მოკლედ ესე იგი ფაქტიურად მთელი სოფელი მოინათლა ამ მდინარეში. ეხლა დამთავრდა ეს ნათლობა, მაგრამ რა გითხრათ, იცით, აი, ხა ნახევრადცვალები ჩვენც ავართ, იმიტომ რომ ჩავყავს ეს ბავშვები, ამოყავს. ბავშვები კი არა, დიდებიც და ხა კი ნაკურთხი არის, მაგრამ გამდინარე წყალია და ნუ რა მოხდა რომ ჩვენც ჩავიდეთ, ხო? აი ყველას გვინდა ჩასვლა და მოზღვრება მოგცეს კურთხევა და ყველანი ესე ტანსაცმლით ყველანი აი მთელი ჯგუფი ჩავიდა ამ წყალში და განიბანა და ესეც კიდევ ერთი ტრადიცია დაწესდა, რომ აი როდესაც დინარეში ნათლობა შეასრულებ, რომ აი მერე უნდა ვინც ნათლავს, ისინიც უნდა განიბანენ წყალში და ორივე მოძღვარი იდგა წყალში და ესე აყვინთებდა ყველას და ოღონდ ნათელს იღებს თუ ვამბობთ მოსანათლზე, ნათელს იღებს მონა ესე ღვთისა სახელი და შემდეგ სახელთა მამისათა ჩაყვინთავს, ამინ დაძისათა კიდე მეორეჯერ, მე დასულისა წმიდისათა მესამეჯერ ჩააყვინთებ, ეხლა ვამბობთ განიბანების მონა ესე ღვთისა. აი ესეთი და რაღაცა ფორმულას არის დავკვირდეთ, რომ ხომ ორჯერ ხوار მოვინათლებით ხო და მაგრამ და აი ეს ყველაფერი გვინდა რომ განვიცადოთ ჩვენც რა და მოკლედ ესე იგი აი ეს პირველი აი ხო გემთე ხა ეს არის დასაწყისი მთელი იმ ტრადიციების რაც უკვე ჩამოყალიბდა 55 თუ მეტი წლის განმავლობაში წმინდა ნინოს გზაზე და მოკლედ ესე იგი განიბანა გამოინათლა მთელი სოფელი, ვინც დარჩა ის განიბანა, ვინც უკვე მონათული იყო, ჩვენც განვიბანეთ მთელი ჯგუფი, აი ამოვედით წყლიდან და ნუ აი რაღაცა ეს პირველი ბედნიერი დღე, ესე იგი აი ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ესეთი საოცარი სიხარული და ნუ სკოლა სწავლა აღარ არის, სკოლის შენობაში უზრუნიათ ამ ჩვენ სოფლელებს და ყველასათვის სოფლელებისთვისაც, ჯგუფისთვისაც დიდი სუფრა არის გაშლილი, რომ ახლა მშიერ სხვა არ გაგვიშვებენ უნდა ვისადილოთ და აი ამ სკოლაში ქართული სკოლა, რომელიც არის მთავარი ცენტრალური თემა მაშინდელ ჯავახეთში, იმიტომ რომ ქართული იქ მეტი არაფერს არ ქვია სახელად რა, აი ქართული არის მხოლოდ სკოლა. დანარჩენი ყველაფერი არის, ნუ დაწესებულებები, ეს ყველაფერი ძირითადად სოფური მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, და აი ქართულ სკოლაში შევიკრიბეთ, ვისადილეთ, დავუცეთ ერთმანეთის სადღეგრძელოები უთხარით და ეხლა ნელა ვეწყობით და ეხლა კიდევ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. აი ეს არის საოცარი განგრძობადობა, ესე იგი აი რომ უნდა გააგრძელო, არ ჩერდები, მიდიხარ და აი აქედან უკვე ახალქალაქში, სოფელ ხოსპიოდან უნდა გადავინაცვლოთ ახალქალაქში, ეხლა იქაც უკვე გაფრთხილებულები არიან და იქაც უკვე გველოდებიან ახალქალაქში ჩვენ უნდა მივიდეთ ქართულ სკოლაში, უკვე ეს წინასწარ შეთანხმებულია, ვიცით, სკოლა კი არ ვიცით სად არის, მაგრამ ნუ ავტობუსი ყავს, იქ უკვე დახვდებიან ესენი და მაშინდელი დირექტორი სკოლის ბატონი სოსო თეთვაძე, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენ ახლა ეს ხალხი გავიცანით. მე კი უკვე ბევრჯერ შევხვდით, მე დავმეგობდით, დავახლოვდით თვითონ ამ ოჯახის, ამ ვახტანგიშვილების ოჯახის ერთ-ერთი ნათლია მეუფე დანიელია, მეუფე და დანიელი, ესე იგი მონათლა ერთი ბავშვი, მამა ტარიელმა მეორე, ხო და აი რაღაც უბრალოდ ესეთი უკვე დაიწყო ეს ნათესაური კავშირი, დღემდე გრძელდება სხვათა შორის. ეს ვალიკო და ელიკო რომ მოგახსენეთ, დიდი ხნის გარდაცვლილები არიან უკვე და აი მათი შვილები კი ცოცხლები არიან და ჩვენთან ეკლესიაში, ესე იგი ახალქალაქში, მოკლედ მეგობრობთ რა, დადიან და იმათ უკვე შვილები ყავთ, დიდი საკმაოდ და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენ ესე იგი გამოვედით სოფელ ხოსპიოდან და მივემართებით ახალქალაქში, სადაც ბევრი ძალიან საინტერესო რამ გველოდება.
მე კი დროებით აქ შევჩერდები და დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი